ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის პროექტი მათთვის საინტერესო არ არის. საუბარია დოკუმენტზე, რომლის განხილვის დროსაც გუშინ ოცნების დელეგაციის წარმომადგენლები ჰააგაში კონკრეტულ პუნქტებზე მსჯელობდნენ. მათ შეცვლას ითხოვდნენ და პარტნიორებს რეზოლუციის სრულად უარყოფისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა უშედეგოდ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა პროექტს მხარი უკვე დაუჭირა. დოკუმენტის სახელწოდებაა საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა. ჩანს, რომ ეს არის იაფფასიანი ყალბ ნარატივებზე დაფუძნებული რეზოლუცია და ჩვენ ამას ყურადღებას აღარ ვაქცევთ, აღარ მივაქცევთ. რეზოლუციის პროექტის თანახმად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოცნებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და გააუქმოს ყველა საკანონმდებლო აქტი, რომელიც ფუნდამენტურ თავისუფლებებს ხუდავს. ასამბლეის 33 ყოველწლიური სესიის ფარგლებში ჰააგაში იმყოფებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის ანა ბუჩუკურის ინფორმაციით გახარიამ პარტნიორებთან შეხვედრები გამართა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია ყოფილი პრემიერი მიუხედავად იმისა, რომ თავად არის ოცნების ხელისუფლების პოლიტიკური დევნის ობიექტი და ამის ეს ვთქვათ აღიარებული ფაქტია, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ. მისი პრიორიტეტი შეხვედრებზე და ჩვენი გუნდის პრიორიტეტი ეუთოს ფარგლებში იყოს სწორედაც ოკუპაციის პრობლემები და ის შემაშფოთებელი განვითარება საუბარი მაქვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში დაჩქარებულად ჩვენ ყველანი ვხედავთ, თუმცა ოცნების ხელისუფლება სრული დუმილით არის დაკავებული ამ საკითხებზე. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პლატფორმის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გამოყენებას საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. პოლიტიკა არის ძალიან თანამედროვე, რეზოლუციების ტექსტები არის მეტნაკლებად ასე ვთქვათ იდენტური, იმიტომ რომ ერთ და იგივე პრობლემები ამ ქვეყანაში ერთ და იგივე დანაშაულებს ჩადის ივანიშვილი და შესაბამისად მთელი საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია იმიტომ არის ასეთი, იმიტომ რომ ღირებულებები და ნორმები არ ითვალისწინებს დასავლეთის არც ერთ ქვეყანაში, არც ადამიანების პოლიტიკურ ნიშნით დაკავებას, არც კანონპროექტების მიღებას, რომელიც სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებს ლახავს და არც დიქტატურის დამყარების მცდელობას. ქართული ოცნების დელეგაციის მცდელობებით, რომ ხაზ შეეცვალათ ქოცურად ეს რეზოლუცია, რა თქმა უნდა, დასრულდა კრახით, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის მოარული კრახი და არის დასაცინი ყველა ნორმალური ძალის და ადამიანის მიერ მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. და აი თავისნაირივე პარტნიორები, რომელიც მათ ბოლო დროს უნდათ რომ ყავდეთ, ისინიც კი აბუჩად იქდებენ და არ უჭერენ მხარს არსად და არასოდეს. ამიტომ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა არის ლუზერული საგარეო პოლიტიკა და ეუთოს კრახიც არის აი ლუზერიზმის ძალიან მკაფიო გამოხატულება. რეზოლუციის პროექტის თანახმად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს უარი თქვან საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი მარჩევნების შედეგების აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის მიჩნეული თავისუფლად, სამართლიანად და დემოკრატიულად. ამასთანავე ასამბლეა მოუწოდებს მათ ყურადღებით დააკვირდნენ საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას და კვლავაც განაგრძონ ქართული ხალხის მხარდაჭერა დემოკრატიული ღირებულებებისკენ სწრაფვაში. დოკუმენტის მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, რომელიც გუშინ კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა. ამ დროს დარბაზში იმყოფებოდნენ ოცნების დელეგაციის წევრები. სამწუხაროდ საქართველოს რესპუბლიკა განიცდის სასამართლო დამოუკიდებლობის სწრაფ კოლაპსს, სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას და სახელმწიფო ძალაუფლების ძალადობით ბოროტად გამოყენებას. ეს ყველაფერი კი არის სწრაფი ტოტალიტარული შემოbrunების ნიშნები. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების ფაქტობრივად ყველას მიერ შეფასდა გაყალბებულად. ოლიგარქი ივანიშვილი ემსახურება ომის დამნაშავე პუტინის ინტერესებს არჩევნებში ჩარევით. დემოკრატიული უკუსვლა ქმნის შესაძლებლობებს რუსეთისთვის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანისთვის. რეზოლუციის პროექტის მიღებამდე სიტყვის უფლებით ისარგებლეს კომიტეტზე მყოფმა ოცნების წარმომადგენლებმა. ლევან მახაშვილმა თქვა, რომ დოკუმენტის დიდი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს ცდება, რის გამოც პარტნიორების მხრიდან რეზოლუციის სრულად უარყოფა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა. იგივე რიტორიკა გაიმეორა ხალხის ძალის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა, თუმცა მათი წინადადებები არ გაითვალისწინეს. ღრმა შეშფოთებას იწვევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი დელეგატის მიერ გამოვლენილი აკვიატებული დამოკიდებულება, რომელიც მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილ შეთქმულების თეორიების მიმდევარს მოგვაგონებს. ბატონი ჯო უილსონის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის გაცნობის შემდეგ ამ დასკვნის გაკეთებისგან თავის შეკავება შეუძლებელია. ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი ფარას კანონი. ბატონო თავმჯდომარე, ცალკეული სწორებები ვერ გამოასწორებს იმ ფუნდამენტურ და შინაარსობრივ ნაკლოვანებებს, რომლებიც მთელ დოკუმენტს გასდევს. რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს ცდება. ამიტომ ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა ამ რეზოლუციის სრულად უარყოფა.
საქართველოში არსებულ ვითარებაზე მსჯელობისას გაჟღერდა მზია ამაღლობელის სახელი და გვარი, მის შესახებ ბრიტანელმა დელეგატმა ისაუბრა. გასულ კვირას მე შეხვდი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ჟურნალისტს, ის არის მზია ამაღლობელის კოლეგა, რომელიც პირველი ქართველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც დააპატიმრეს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მისი გათავისუფლება იგეგმება 2027 წლის იანვრისთვის. მას აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, სრული დაბრმავების რისკი. მისი შემთხვევა არის მედიის შეზღუდვის მაგალითი. EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის 33 ყოველწლიური სესია წელს ჰააგაში ტარდება. სესია 4 ივლისს გაიხსნა და 8 ივლისს დასრულდება. ყველა დოკუმენტი, მათ შორის საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია, კომიტეტების მიერ მიღებული შესწორებებით სესიის დასასრულს ჰააგის დეკლარაციაში შევა.